მოგესალმებით, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. დღევანდელ ხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი არის 3 საკითხი. ეს გახლავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა და საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები, ასევე საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსების ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილება და საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობების შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება. კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი და ამით ვიმუშაოთ, ვიდრე ჩვენ საკითხების განხილვაზე გადავალთ. კომიტეტს მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს დღევანდელ საკომიტეტო ხდომას ესწრებიან სტუდენტები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდობის სამსახურის პროექტის ფარგლებში. პროექტს ქვია მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული იქნება მათი დასწრება ჩვენს კომიტეტზე და მომავალ საქმიანობაში მინდა როგორც სასწავლო პროცესში, ისე უკვე კარიერაში გისურვოთ წარმატებები. ახლა კი გთხოვთ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხზე მომხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ხათუნა თოთლაძე და წარმოგიდგინოთ საკითხი. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ძვირფასო კომიტეტის წევრებო, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდებს. წარმოგიდგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე საქართველოს პოზიციების სამსახველი ცხრილის პროექტს. უპირველეს ყოვლისა მსურს მადლობა გადაუხადო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დღევანდელი განხილვის ორგანიზებისთვის, როგორც ეს კომიტეტი, ასევე პარლამენტის სხვა კომიტეტებიც აქტიურად არიან ჩართული გაეროს შესაბამის კომიტეტებსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარსადგენი ანგარიშების პროექტებისა და უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების განხილვაში. აღნიშნული პროცესი შემდგომ ეტაპზე ხსენებული რეკომენდაციების ქვეყნის მხრიდან შესრულების ზედამხედველობის უაღრესად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის, რომელიც მოიცავდა 2021-2025 წლებს, განხილვა გაიმართა 2026 წლის 26 იანვარს ქალაქ ჟენევაში. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციამ განხილვისას წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული ის რეფორმები და ღონისძიებები, რომელიც არსებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სამართლის უზენაესობის გამტკიცებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ასევე აისახა შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში. აქცენტი გაკეთდა ასევე ტრადიციულად საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ განხილვის მიმდინარეობისას საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დეტალურად და ამომწურავად უპასუხა განხილვაში მონაწილე გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ წამოჭრილ საკითხებს და დასმულ შეკითხვებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეროვნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყების მონაწილეობითა და პროცესში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშთან ერთვოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 106 წევრმა სახელმწიფომ მიიღო. სესიის ფარგლებში
ფარგლებში საქართველოს მიმართ გაიცა 307 რეკომენდაცია. სესიაზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ხსენებული რეკომენდაციები სათანადოდ იქნება შეფასებული ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით და საქართველოს პოზიცია იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელთა შესრულების ვალდებულებას აიღებს სახელმწიფო მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაეროს მიეწოდება შესაბამის ვადებში. აღსანიშნავია, რომ განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები დამტკიცდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის 2026 წლის 30 იანვრის სხდომაზე, ხოლო რეკომენდაციები ქართულ მხარეს გადმოეცა ამავე წლის 6 თებერვალს, რაც მოგვიანებით სამინისტროს მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, გაზიარებულ იქნა ყველა შესაბამის სახელისუფლებო ორგანოსთვის თითოეულ რეკომენდაციაზე საქართველოს საბოლოო პოზიციის შეჯერების მიზნით, თუ რომელ რეკომენდაციას უჭერს მხარს სახელმწიფო და რომელ რეკომენდაციას არა. აღნიშნული პროცესის შედეგად საქართველოს მხარი დაუჭირა 160-მდე რეკომენდაციას, მათ შორის არის რეკომენდაციები, რომელიც ეხება წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი კონვენციების რატიფიცირებას, რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ჩარჩოს გაძლიერების შესახებ, რეკომენდაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის მიზნით, საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიანი და კოორდინირებული შესრულების შესახებ, რეკომენდაციები რასიზმის, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ძალისხმევის თაობაზე, რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განათლებისა და მომზადების გაძლიერების შესახებ, რეკომენდაციები ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომის თაობაზე, ინკლუზიური და ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით გაცემული რეკომენდაციები ქალთა უფლებების გაძლიერების შესახებ, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს მხარს არ უჭერს მთელ რიგ რეკომენდაციებს, მათ შორის არიღებს რეკომენდაციებს ცხადია ტრადიციულად რუსეთის ფედერაციისაგან მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო, ასევე საქართველოს არ იზიარებს რეკომენდაციებს, რომელიც გაიცა ისეთი ქვეყნებისგან, ვინც რუსეთისთვის ერთგულების დადასტურების ნიშნად თავის დროზე სამწუხაროდ აღიარა ჩვენი განუყოფელი რეგიონების დამოუკიდებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე საქართველოს მხარს არ უჭერს რეკომენდაციებს, რომელიც ეხება კონკრეტული კანონმდებლობის გაუქმებას ან გადახედვას, გამოხატვის მშვიდობიანი შეკრებისა და პრესის თავისუფლებისთვის დაბრკოლების მოხსნის შესახებ რეკომენდაციებს სამართალდამცავთა და დემონსტრანტებთა ჟურნალისტების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ არასათანადო მოპყრობასა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ, სასამართლო რეფორმების, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოების შესახებ და პოლიტპარტიების გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პოზიციის ამსახველ ცხრილში, რომელიც თქვენთვის არის წარმოდგენილი, ასევე არის ყველა რეკომენდაციასთან მიმართებით მოკლე დასაბუთება, თუ რატომ არ უჭერს მხარს საქართველოს ცალკეული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ვალდებულებას. ხსენებული ცხრილი შესაბამის პოზიციებითა და დასაბუთებით სამინისტროს მიერ ითარგმნება შემდეგ უკვე ინგლისურ ენაზე, საპარლამენტო განხილვების დასრულების შემდეგ მიეცემა საბოლოო სახე და ოფიციალურად წარედგინება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის მიღება მოხდება უკვე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62 სესიის ფარგლებში 2026 წლის ივნისში. დასასრულს მინდა ხაზი გაუსვა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესს, მის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტს გზამკვლევს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. დღეს ტრადიციულად აქ ჩემთან ერთად იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს რეკომენდაციებთან მიმართებით საქართველოს პოზიციის ამსახველი ცხრილის შემუშავების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩემთან ერთად მზად არიან პასუხი გასცენ ყველა დასმულ შეკითხვას. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, გამოთქვამთ მზადყოფნას, რომ დოკუმენტში ავსახოთ თქვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები და საბოლოო სახით უკვე გადავცეთ ადამიანის უფლებათა საბჭოს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა. ჩვენ ახლა პროცედურის თანახმად კოლეგებს ექნებათ შესაძლებლობა რომ დასვათ შეკითხვები ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. ხომ არ გაქვთ შეკითხვები? შეიძლება. მადლობა ქალბატონ ხათუნა. თუ შეიძლება რომ გითხრათ, ხა მე ვერ მოვახერხებ ბოდეშის მოხდით დამეთვალა. 300 რამდენი ბრძანეთ რეკომენდაცია თუ შეიძლება რომ დავაზუსტოთ.
307 რეკომენდაციიდან რამდენი არის ისეთი, რომელსაც არ დაუჭირა მხარი საქართველოს მხარე? 307 რეკომენდაციიდან ჩვენ მხარს უჭერთ 159 რეკომენდაციას. 159, ანუ დაახლოებით ნახევარს. ვარჯდები. დაახლოებით ნახევარს. და მხოლოდ რუსეთია და ვენესუელა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის და გასაგები პოლიტიკური მიზეზების გამო არ დაუჭერეთ მხარი. დანარჩენი ძირითადად არის რაც მე ვნახე და მოვახერხე მენახა დაკავშირებული კანონმდებლობის გაუქმების მოწოდებასთან ხო სწორედ. არა მხოლოდ. ძირითადად ასეა. და თქვენ როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ აი ამდენი ქვეყანა და თუ ვინმეს აქვს საშუალება თქვენი გუნდიდან იქნებ რაოდენობაც გითხრას, რამდენი ქვეყანაა, როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ თქვენ რასაც მიიჩნევთ სწორად, ამ შემთხვევაში ეს ხომ მარტო ევროკავშირს აღარ ეხება, გასაგებია, რომ ევროკავშირი თავისთავად ისედაც იგივესკენ მოგვიწოდებს. ამ შემთხვევაში გაეროს წევრი ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილიც იგივესკენ მოგვიწოდებს. და როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ ის რა პოზიციაც თქვენ გაქვთ, ის არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და ამდენ ქვეყანას ყველაფერი ერთად შეიძლება ეშლებოდეს. ასე შეიძლება ასე იყოს თქვენი აზრით? კონკრეტულ რეკომენდაციასთან მიმართებით გაქვთ კითხვა? ყველა რეკომენდაციები ხარაც ნახეთ, არა, ზოგადი არ არის. ძირითადად ეხება იგივე კანონმდებლობას. ხა ადამიანის უფლებების ანგარიშია და ცხადია ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში ვსაუბრობთ და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც, ევროკავშირსაც, ქართულ ხალხს ძალიან დიდ ნაწილს და არსებობს არაერთი ფაქტი ადამიანის უფლებების დარღვევის ამ ქვეყანაში და მე მგონი არ არის უცხო არავისთვის და მოულოდნელი რომ ამდენი რეკომენდაცია, რომელსაც თქვენ ხარს არ უჭერთ და თითქმის ერთადერთი ძირითადი მიზეზით, რაც ვნახე, რომ ეს არის თითქოს ჩარევა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში და ჩვენი საქმეა რა კანონებს მივიღებთ. ამაში გეთახმებით რომ ჩვენი საქმეა და არავისთვის საქმე არ არის, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც იმიტომ ვართ გაწევრიანებული, რომ მეტნაკლებად ეს სტანდარტები დაცული იყოს, ხო? ხო და ეს რომ განგვიმართოთ უბრალოდ როგორ ხდება, რომ ამდენი ქვეყანა ერთდროულად პრინციპში კრიტიკულად აფასებს საქართველოს მიერ მიღებულ კანონებს. ბატონო გიორგი, ქალბატონ ხათუნა ვიდრე პასუხს გაცემთ, თუ შეიძლება 307 კონკრეტული რეკომენდაცია არის. თუ შეიძლება თქვენი შეკითხვა უფრო კონკრეტული რო იყოს, რომელ რეკომენდაციასთან მიმართებაში გაქვთ თქვენი შეკითხვა, რომელს უკავშირდება ეს დააკონკრეტეთ, რომ შესაბამისად მომხსნებელს იმ რეკომენდაციებს გუნდოვანი რომ არ იყოს შეკითხვა და შესაბამისად კონკრეტული პასუხი. ძირითადად იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მხარი არ კონკრეტულად თუ შეიძლება. მხარი რომელსაც არ დაუჭირეთ. აი რომელს არ დაუჭირეთ, ეგეც გქონდა. უმრავლეს უნდა გავხსნა მაშინ უბრალოდ ეს ფაილი. აი კი ბატონო ნებისმიერ შემეს, რომელსაც მხარი არ დაუჭირეთ და რომელიც ეხება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ასე შემდეგ უკუსლას საქართველოში და ამასთან დაკავშირებულ კანონებს. კეთილი, მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში ბატონო გიორგი ეს ცხრილი კიდევ ერთხელ არის გაზიარებული და ყველაზე მთავარი და პრინციპული აქ არის შემდეგი. ზოგადად პროცესი, სადაც საქართველო წარადგენს ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიების თაობაზე, წინა განხილვის დროს მე მოგახსენეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ციკლი, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ მეორდება. 5 წელიწადში ერთხელ სახელმწიფო ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე წარადგენს სრულფასოვან ანგარიშს იმის თაობაზე, თუ მთელი ამ წლების განმავლობაში რა ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. პროცესი არის საკმაოდ ინკლუზიური და განსხვავებით, ასე ვთქვათ, სხვა კომიტეტებისაგან, სადაც ექსპერტები იღებენ მონაწილეობას კონკრეტული მიმართულების და კონკრეტული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მიმართულებით, ასე ვთქვათ, მომუშავე ექსპერტები, განსხვავებით ამისაგან ადამიანის უფლებათა საბჭო არის ძალიან სპეციფიური მექანიზმი, სადაც მონაწილეობას იღებენ წევრი სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, შესაბამისად დისკუსიაც ბევრად უფრო გახსნილი და ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო პოლიტიკური შინაარსის შემცველია, ვიდრე პირდაპირ ფოკუსირებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს ეს პროცესი, საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და ძალიან ესეთი შეიძლება ითქვას რეკორდი, როგორც ამბობენ ხოლმე ზოგადად ადამიანის უფლებათა საბჭოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ადამიანის უფლებათა საბჭოსთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ბევრი ის რეფორმა, რომელიც მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში, დეკადის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა, სწორედ სახელშეკრულებო ორგანოების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ასე ვთქვათ, ამ
რეფორმების განხორციელების პროცესში იქნა მიღწეული, რაც ძალიან დადებითად არის ასახული და შეფასებული ყოველთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს მხრიდან და მეცაც გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ორჯერ უკვე იყო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი სახელმწიფო, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული ვადით ხდება ხოლმე ქვეყნების არჩევა ადამიანის უფლებათა საბჭოში და ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ ადამიანის უფლებათა საბჭოს ბორდის წევრები და ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს საბჭოსთან თანამშრომლობის. რაც შეეხება პროცესს ზოგადად სახელმწიფოების მიერ გაცემული რეკომენდაციების, ეს არის ძალიან მიღებული პროცესი და პრაქტიკა. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოების უმრავლესობა, რომელიც წარადგენს ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე, შესაძლებელია ან ყველა რეკომენდაციას იზიარებდეს, რომელსაც წევრი სახელმწიფოები გასცემენ მათ წინაშე, ან იზიარებდეს ნაწილს რეკომენდაციების და არის შემთხვევები, როდესაც არც ერთ რეკომენდაციას არ იზიარებს ქვეყანა. აქ მთავარი არის ერთი რამ, რომ როდესაც სახელმწიფო, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულოს გარკვეული რეკომენდაციები, იმ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი შემდგომი ასე ვთქვათ ციკლის ფარგლებში ხდება, ხოლო ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ არარელევანტურია, ან ვთვლით, რომ გარკვეული მიმართულებით ჩვენ პროგრესი უკვე მიღწეული გვაქვს, ან შესრულებული გვაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს ვცემთ ადამიანის უფლებათა საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, რომელსაც გამოთქმული აქვს რეკომენდაცია ჩვენი მისამართით და დასაბუთებულად ვაწვდით და სწორედ ამ ცხრილზეც, იმიტომ მიგითითეთ, რომ ცხრილში არის ძალიან კონკრეტულად დასაბუთება თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით, თუ რატო ამბობს უარს სახელმწიფო, რომ შეასრულოს ესა თუ ის რეკომენდაცია. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ შეკითხვას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მთლად ასე ნუიტყვით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ცხრილში მოცემული არის და ძალიან მკაფიოდ არის, ასე ვთქვათ, ჩამოთვლილი რეკომენდაციები და მეც ჩემს შესავალ სიტყვაში ჩამოვთვალე, თუ რა ტიპის რეკომენდაციებია, რომელსაც ჩვენ მხარს არ უჭერთ, ის რომ ჩვენ 137 რეკომენდაციიდან ნახევარს უჭერთ მხარს, ეს არის სერიოზული პროგრესი და მეორე ნახევარს, რომელსაც მხარს არ უჭერთ, ეს არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული, დაახლოებით 30-მდე რეკომენდაცია, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოგვიწოდებს, ან უბრალოდ გვაძლევს რეკომენდაციას, რომ გადავხედოთ. მათ შორის ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გადახედვისკენაც მოგვიწოდებენ, ახლა მე უბრალოდ ჩაშლილად აღარ მოგიყევით, იმიტომ რომ გაქვთ ეს ცხრილი თქვენ და თქვენ თვითონ ნახავთ, არ არის ყველა დაკავშირებული იმ კონკრეტულ კანონმდებლობასთან, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. ან ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება კანონმდებლობის გადახედვისკენ მოგიწოდებდეს ან გაძლევდეს რეკომენდაციას. ხშირ შემთხვევაში არის გარკვეული მიმართულები, სადაც ჩვენ გვაქვს არგუმენტირებული პასუხი, რომ ამ მიმართულებით პროგრესი უკვე განხორციელებულია, ამ მიმართულებით ვალდებულება უკვე შესრულებულია და ამიტომ არ არის რელევანტური ამა თუ იმ რეკომენდაციის აღება და იმ ვალდებულების, ასე ვთქვათ, შემდგომი ციკლის ფარგლებში შესრულება, იმიტომ რომ ხშირად კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ როდესაც წევრ სახელმწიფოებზე გვაქვს საუბარი, ხშირად არის ხოლმე, როდესაც წევრი სახელმწიფოები რეკომენდაციების გაცემის პროცესში სამწუხაროდ ისე დეტალურად არ იცნობენ ხოლმე სახელმწიფოს ანგარიშს და ხშირად ეყრდნობიან ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ანგარიშებს და პირდაპირ ჩრდილოვანი ანგარიშებიდან იღებენ ხოლმე გარკვეულ ფორმულირებებს და გაძლევენ რეკომენდაციებს. ამიტომ პირიქით ჩვენი მხრიდან ვთვლით, რომ ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც წევრ სახელმწიფოებს ჩვენ ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით, რომლის შესრულებასაც სახელმწიფო არ აპირებს და ვუხსნით თუ რატო არ აპირებს სახელმწიფო ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულებას. ამიტომ არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელთაც შეიძლება რომ გარკვეული სპეკულირება ხდებოდეს, იგივე წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა რაღაცას ემხრობა თუ არ ემხრობა, არ არის ეს წმინდად პოლიტიკური პროცესი, არის საკმაოდ საქმიანი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამოჯობესებისკენ მიმართული პროცესი და პირიქით ჩვენ კიდევ ერთხელ ყველა ციკლის ფარგლებში ყოველთვის ვაჩვენებთ იმ პროგრესს და ერთ-ერთი შეიძლება ითქვას, რომ სამოდელო არის ხოლმე საქართველოს ანგარიში, რომელსაც წარმოადგენთ ჩვენ ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ამიტომ ამას ნეგატიურად არ შევხედავდი ნამდვილად, პირიქით კიდევ ერთხელ ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ ჩვენ სავალდებულოდ შესასრულებლად, თუ გადახედავთ სხვა სახელმწიფოების პრაქტიკას, ნამდვილად არ არის ასეთი სხვა სახელმწიფოების პრაქტიკაც და ჩვენ პირიქით ვაჩვენებთ მზაობას, რომ მათი დახმარებით და მათი რეკომენდაციებით გავაუმჯობესოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. კიდევ ერთხელ ყველა რეკომენდაციასთან, თითოეული ქვეყნის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით არის არგუმენტირებული პასუხები მოცემული ცხრილში და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თავადაც ნახოთ, შეაფასოთ და არ მგონია თქვენც როგორც საქართველოს მოქალაქეს გაგიჩნდეთ სურვილი იმ რეკომენდაციების შესრულებისა, რომლის შესრულებისკენაც მოგვიწოდებენ ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული, ასე ვთქვათ, განწყობების მქონე სახელმწიფოები. გასაგებია, დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა. სხვა შეკითხვები თუ არ არის? კი ბატონო. ქალბატონ გრეტა. მოგესალმებით. ქალბატონ ხათუნა, ხო სწორად გავიგე, რომ 307 რეკომენდაციიდან, რომელსაც მე რამდენი არის ზუსტად, რომელსაც არ ვიზიარებთ?
159 ვიზიარებთ. დანარჩენ რეკომენდაციას, რომელსაც არ ვეთანხმებით, არ ვიზიარებთ, შეიძლება იყოს ხშირ შემთხვევაში ყოფილა პრაქტიკა და ეხლაც რომ ჩვენ უკვე შევასრულეთ ამ მიმართულებით, სახელმწიფოს გადადგმული აქვს ნაბიჯი და ამიტომაც არ არის რელევანტური რომ გავიზიაროთ ესა თუ ის რეკომენდაცია. ხო სწორად გავიქალთ ხათუნა. მადლობა. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია და აქვე სხვა ხო არ გაქვთ რაიმე წარმოსადგენ ქალთა ხათუნა. მაშინ თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი. დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისათვის. ჩვენ კი საკითხი დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის თანახმა? გადაწყვეტილება ერთხმად მიღებულია. დიდი მადლობა. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღესასრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვაზე, რომელიც შეეხება 2022 წლის 15 ნოემბრის საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების ნომერ პირველ ცვლილებას. მოხსენებელი გახლავთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონ გიორგი კაკაურიძე. გისმენთ ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჩარჩო ხელშეკრულებაში ცვლილებას, რომელიც გაფორმებულია 2022 წელს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. ცოტა ისტორიაც რომ მოვყვეთ, ჩვენ 2022 წელს მსოფლიო ბანკთან მქონდა შეთანხმება ადამიანური კაპიტალის რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს რეფორმებს ჯანდაცვის, სოციალური და განათლების მიმართულებით და ამ რეფორმების განხორციელების შესაბამისად მოხდება ჯამში 358 მილიონ 500.000 ევროს ჩამორიცხვა. ეს იქნება ეტაპობრივად 2027 წლამდეა გაწერილი საკითხები, რომელიც და რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს 27 წლის ბოლომდე. ნაწილი ამ თანხების უკვე მიღებულია და ჩვენ მსოფლიო ბანკის შემდგომ, როდესაც რეფორმების სია ნახა საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, გამოთქვა სურვილი ამ მიმართულებით თანამონაწილეობა მიიღო და 100 მილიონი ევროს ოდენობით ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან და იგივე რეფორმების ფარგლებში მოხდებოდა უკვე საფრანგეთის მხრიდანაც თანხის ჩამორიცხვა. ჩვენ ჩარჩო ხელშეკრულებიდან პირველი 50 მილიონი გავაქტიურეთ 2023 წელს, თუმცა მეორე 50 მილიონი, რომელიც უკვე 27 წელს უნდა ჩამოერიცხოს, მოლოდინი ესე გვაქვს 27-ში მოხდება მაგ თანხების ჩამორიცხვა, გააქტიურებული არ არის და ჩარჩო ხელშეკრულებას სჭირდება ვადის გახანგრძლივება, ვახანგრძლივებთ მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე იმისათვის რომ გააქტიურება შევძლოთ მეორე ტრანშის, მეორე 50 მილიონის და ეს თანხა უკვე მომდევნო წელს იქნება ჩამორიცხული. ეს არის ცვლილების შინაარსი, ანუ იმისათვის რომ ჩვენ ტრანშის გააქტიურება შევძლოთ 15 აგვისტომდე გრძელდება ვადა ჩარჩო ხელშეკრულების. მიმდინარე წლის 15 აგვისტოზეა საუბარი. კოლეგებო, შეკითხვები არ არის, საკითხი განხილულია, მადლობა. დიდი მადლობა. ეს საკითხიც დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის თანახმა, რომ არ დაუჭიროთ ცვლილებას. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად. დიდი მადლობა, საკითხი განხილულია, კარგად იყავით ბატონ გიორგი. და დღესასრიგით გათვალისწინებული მესამე და ბოლო საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი გახლავთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გაინადი არველაძე. გისმენთ ბატონ გიორგი. მადლობა, მოგესალმებით პარლამენტის წევრებო. განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმების ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც მოგეხსენებათ, ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან. იგი წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო შეთანხმებას. საქართველო გახდათ პირველი ქვეყანა რეგიონში, ვისთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა ჩინეთმა, რითაც ქართულ მწარმოებელებს და ექსპორტიორებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე შეღავათიანი წვდომის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც თქვენთვის ცნობილია, გლობალური ეკონომიკური გარემო სწრაფად იცვლება, ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, იზრდება ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა, იცვლება საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტები და ჩნდება ახალი მოთხოვნები, როგორც სახელმწიფოებს, ისე ბიზნეს სექტორის მიმართ. სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით
საქართველოსა და ჩინეთის მხარეებს შორის შეთანხმების განახლების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა 2025 წლის სექტემბერში, ხოლო იმავე წლის ნოემბერში მხარეებმა ხელი მოაწერეს მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. წარმოდგენილი ოქმი 2026 წლის 22 აპრილს გაფორმდა და მისი მთავარი მიზანია არსებული შეთანხმების თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა, თანამშრომლობის ასევე არსებული მიმართულებების უფრო მეტად კონკრეტიზაცია, ახალი სფეროების დამატება, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ პარტნიორობას. პირველ რიგში ცვლილებები შეეხება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ამ თავის განახლებულ რედაქცია ითვალისწინებს სპეციალური სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის შექმნას, რომელიც ხელშეუწყობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლას, ტექნიკური საკითხების ოპერატიულ განხილვასა და საავჭრო დაბრკოლებების შესაბამის შემცირებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორისთვის, რადგან ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოება ხშირად სწორედ ამ მიმართულებით არსებული პროცედურების ეფექტიანობაზე არის დამოკიდებული. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მიმართულებას, ეს არის ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების საკითხი, განახლებული თავი ქმნის უფრო თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც დაეხმარება მხარეებს სტანდარტების შესაბამისობის შეფასების და რეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. შედეგად ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე გასვლა კიდევ უფრო მეტად გამარტივდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე ორ ახალ მიმართულებას, რომლებიც შეთანხმებაში პირველად ჩნდება. პირველი არის ინვესტიციების თავი, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ჩინელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს მზად არის კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორც არის ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და სხვა სტრატეგიული მიმართულებები. მეორე ახალი მიმართულება გახლავთ ელექტრონული კომერცია. თანამედროვე ეკონომიკაში ციფრული ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. შეთანხმებაში ელექტრონული კომერციის თავის დამატება ხელშეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ელექტრონული ვაჭრობისათვის არსებული ბარიერების შემცირებას და ქართველი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ეს იყო მოკლედ ის წარმოდგენაც მინდოდა, თუ კითხვები არსებობს, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა. დიდი მადლობა. კოლეგებო, შეკითხვები ხომ არ გაქვთ? ქალბატონ გრეტა, ძანეთ. მოგესალმებით, ბატონ გენადი. პირველ მუხთან დაკავშირებით, დამატებასთან დაკავშირებით მექნება ქართული და ჩინური მხარე იქნება ხო თანაბრად წარმოდგენილი ამ ქვეკომიტეტში? დიახ, ორივე მხარე იქნება თანაბრად წარმოდგენილი, რომლებიც განეხილავენ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათ შორის ჩვენ გვქონდა რატო გადავწყვეტეთ, რომ აღნიშნული უფრო ეფექტური მექანიზმი შეგვექმნა, როდესაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს გავანთავსებთ ჩინეთის ბაზარზე. ეს არის ის პროდუქტები, რომელიც განსაკუთრებულ სანიტარულ ზომებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ანუ აღიარება უნდა მოხდეს, რომ აქ არის შესაბამისი მონიტორინგის სისტემა, რომ სურსათისუნებლობა მაქსიმალურად არის დაცული და მიკვლევადი. შესაბამისად, გარკვეული დრო გაწელა, იმიტომ რომ არ არსებობდა მსგავს ტიპის ეფექტური მექანიზმი. ესეთი შემთხვევა ჰქონდა ჩვენ ფრინველის ხორცზე, ანუ ქათმის ხორცთან დაკავშირებით იგივე თაფლის პროდუქტზე, რომელმაც 3 წელზე მეტი წაიღო, იმიტომ რომ არ არსებობდა ეს მექანიზმი და ეხლა უკვე ამ მექანიზმით ჩვენ შევძლებთ უფრო ეფექტურად სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მთავრობებს შორის კონსულტაციებით უკვე გავიაროთ და ადგილზე უფრო ეფექტური გავხადოთ მსგავსი ტიპის ბაზარზე დაშვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების. კეთილი, ნამდვილად ამ სანიტარიული უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მექანიზმი, აუცილებელი მექანიზმია და რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ ბატონ გენადი. საკითხი თქვენი მხრიდან მოხსენება დასრულებული, ასე ვთქვათ, ჩვენ კი დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის თანახმა. საკითხი გადაწყვეტილება მიღებულია. საკითხი განხილულია, დღევანდელი კომიტეტის სხდომა ამით დასრულებულია. დიდი მადლობა კოლეგებო.